ერთი წინადადება 500 მილიონი ფუნტი დაჯდა. გაინტერესებთ ვისი სიტყვა ფასობს ასეც ვირად. რეკლამები, რომელთა გამოც ბოდიში ბევრჯერ მოიხადეს, წარმატებელი კამპანიები, გადამლაშებული კრეატივი და გაყიდვები ბავშვების სიცოცხლის ფასად. გიყვებით ხმაურიან შეცდომებზე, რომლებიც ცნობილ ბრენდებს მსოფლიომ აღარ აპატიემ. პირველი, რატნერის ეფექტი. ლიდერი სიტყვის განსაკუთრებული ძალა აქვს. ბრიტანული საიუველირო იმპერია 2500 მაღაზიითა და უამრავი თანამშრომლით მისმა მფლობელმა ერთი ხუმრობით განადგურებამდე მიიყვანა. რატნერის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯერარდ რატნერმა საჯარო გამოსვლისას თქვა, რომ თავიანთი პროდუქცია ნაგავია და ბრენდის აყურები უფრო ცოტა ხანს წლებს ვიდრე სენდვიჩი. შეურაცხმყოფილმა მომხმარებლებმა კი თქვეს, რომ ოკეი, თუ ასეა, მაშინ საერთოდ აღარ ვიყიდით ამ სამყაროებს. და ასე ერთ ღამეში აქციების ფასი 500 მილიონი ფუნტით დაეცა. რატნერმა თანამდებობა დატოვა და ბრენდს კი სახელი შეცვლა მოუწია. ეს იმდენად რეზონანსული შემთხვევა იყო, რომ ბიზნესში მაგალითადაც დამკვირდა და რატნერის ეფექტი ეწოდება. დღეიდან თუ ვინმე გეტყვით, რომ სიტყვის ფასი არ აქვს, შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ზოგი სიტყვა 9 მილიარდი დოლარს კი ღირს. როდესაც ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავისი პროდუქცია არ ვარგა და მას მომხმარებელი უჯერებს დარწმუნებული ვარ, ეს რატნერმა კარგად ისწავლა, რაღაც უნდა ამის შემდეგ ამ გაკვეთილი სწავლა. არ ვიცი, მაგრამ უეჭველი ისწავლეთ. თუმცა, აი რასაც არ დაიჯერებს ფართო საზოგადოება არასდროს. ეს არის თეთრი რასის უპირატესობა. შემდეგ შემთხვევა მოხდა, რაც სწორედ ამას ეხება, დასაბანი გელი, რომელიც კანს ათეთრებს. 2017 წელს დოვის დასაბანი გელის რეკლამა მთელი მსოფლიო აღლაპარაკა. რასაკვირველია, ბრენდის მიზანი ყურადღების მიქცევა იყო, მაგრამ არა ამ სახით. Facebook-ზე სამწამიანი გიფი დაიდო, რომელშიც შავკანიანი ქალი მაისურს იხდის და მის ადგილას თეთრკანიანი ქალი ჩნდება. მაყურებელმა იფიქრა, რომ ეს რასიზმი იყო. თითქოს საპონი შავკანიანს ათეთრებდა. მათ მე-20 საუკუნის რეკლამები გაახსენდათ, სადაც თეთრი ფერი უკეთეს და უპირატეს ნიშნავდა. შემდეგ ამ დოვში განაცხადეს, რომ მათ სურდათ ეჩვენებინათ ეს პროდუქტი უბრალოდ ყველაფერის კანისთვის შესაფერისი იყო. თუმცა ფაქტია, სულ სხვა შედეგი მიიღეს. საინტერესოა, თქვენ რას იფიქრებდით? საკუთარი აზრი გაგვიზიარეთ კომენტარებში. დოვის შემთხვევა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ნესტლემ აფრიკაში ჩაიდია. თუ გაინტერესებთ რა არის უკიდურესად არაეთიკური, მაშინ კარგად მოყავთ. ეხლა მოგიყვებით. The Baby Killer. ლაკა, რომელსაც ნესტლე ვერ იშორებს და ვერც მოიშორებს ვერასდროს. წელიწადში 66,000-დან 212,000-მდე ბავშვის სიკვდილი. ასეთი კატასტროფული შედეგი გამოიწვია აგრესიულმა კამპანიამ, რომელიც დედებს არწმუნებდა, რომ დედის რძეს ხელოვნური საკვების ჯობია. ეს რიცხვები ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს 2018 წლის ანგარიშია მოცემული. წარმოიდგინეთ, 1970-იან 80-იან წლებია აფრიკაში სიღარიბე მეფობს, ადამიანებს სუფთა სასმელი წყარიც კი არ აქვთ, ეხლაც არ აქვთ ხოლმე. ამ დროს ჩნდება ნესტლე, რომელსაც ახალი ბაზრის დაპყრობა უნდა. და ალბათ თქვეს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს და მოქმედება დაიწყეს. დაიქირავეს გაყიდვების აგენტები, რომლებმაც ექთნის იმიჯი მოირგეს. ისინი საავადმყოფოსებსა და სახლებში დადიოდნენ, მშობლებს პროფესიონალებივით ელაპარაკებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დედის რძეს ხელოვნური საკვების ჯობდა. და რატომ ენდობოდნენ დედები? საიდუმლო თეთრ ხალათებში იმალებოდნენ. შეიძლება ისინი პირდაპირ არ ამბობდნენ, რომ ექთნები იყვნენ, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. და გაინტერესებთ რა იყო ამაზე უარესი. დედებს ხელოვნური საკვების მარაგს აძლევდნენ. ეს სიკეთით შეფარული გაყიდვები იყო, რამაც ოჯახები ტრაგედიამდე მიიყვანა. საქმე ისაა, რომ უფასო მარაგი ზუსტად იმ დრომდე იყო გათვლილი, რომ დედის ორგანიზმს რძის გამომუშავება შეეწყვიტა. ბავშვის გამოსაკვებად სხვა გზა აღარ რჩებოდათ, ნესტლეს კიდევ ერთი შეფუთვა უნდა ეყიდათ და შემდეგ კიდევ ერთი. ღარიბ ოჯახებს ფორმულის ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ცდილობდნენ ხელოვნური საკვები დაეზოგათ. მას ზედმეტად ბევრ წყალში ხსნიდნენ, ან მომზადებულს დიდხანს ინახავდნენ. არსებობდა კიდევ ერთი პრობლემა. ბევრი დედისთვის სუფთა წყალი ხელმისაწვდომი არ იყო. ამ ყველაფერმა დიარეითა და ქოლერით შვილების მასობრივი დაავადება, შიმშილი და სიკვდილიანობა გამოიწვია. შვილების მკვლელი ნესტლეს ბრიტანული ორგანიზაცია War Went-მა 1974 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ესე უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სხვა კომპანიებიც იყვნენ, უპირობო ლიდერი ნესტლე იყო და პასუხისმგებლობის უდიდეს წილს მას დაეკისრა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ნესტლეს ბოიკოტი გამოუცხადეს. 10 წლეულები გავიდა, თუმცა ბრენდის სახელი ბევრი ადამიანისთვის ისევ ამ შემთხვევასთან ასოცირდება. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება კომპანიამ თუნდაც უნებლიეთ გააკეთოს, ეს არის სიცოცხლის თამაში. ახლა კი კიდევ ერთ ბრენდზე მოგიყვებით, რომელმაც ძალიან ძიმე თემა პროდუქტის უპირატესობის წარმოსაჩენად გამოიყენა. სუიციდის რეკლამა. წარმოიდგინეთ მანქანის რეკლამა, რომელიც გასწავლეთ თავი როგორ უნდა მოიკლოთ.
კი, აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეს გააკეთა Hyundai. ვიდეო რგოლი 2013 წელს გამოჩნდა. შუახნის მამაკაცი ავტოფარეხში შედის, მანქანაში ჩდება და ნახში როჟანგი თავის გაგუდვას ცდილობს. რეკლამა ძალიან ძიმე ემოციებს აღწევს. ბევრისთვის მისი ყურება შემზარავი აღმოჩნდა. იმიტომ თქვენ ხედავთ ადამიანს, რომელსაც თვითმკვლელობის გარდა არაფერი დარჩენია. მის აცრემლებულ თვალებს და შიშს. შეამჩნევდით, მამაკაცი იმდენად დიდი ხანი ელოდება სიკვდილს, რომ დღე-ღამეს ცვლის. საბოლოოდ მაინც არ კვდება, რადგან ავტომობილი ნახში როჟანგს არ გამოყოფს. ის ავტოფარეხიდან გამოცი მედგაცრუებული და შეიძლება წარწერა ახალი მანქანის მოდელი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს, წყლის ორთქლის 100%-იანი გამონაბოლქვით. ალბათ აქ მაყურებელს მხურვალეტაში უნდა დაეკრა, თუმცა საპირისპირო შედეგი მიიღეს. წამებში განადგურდა Hyundai-ის იმიჯი, რომელიც ოჯახურ ღირებულებებთან და ეკოლოგიურობასთან ასოცირდებოდა. და ანუ ეს რეკლამა, რა თქმა უნდა, ყველაზე მძაფრად იმ ადამიანებმა აღიქვეს, რომელთაც ახლობლები ამ გზით დაეღუპათ. Hyundai-მ ბოდიში ძალიან ბევრჯერ მოიხატა, ვიდეო ყველა პლატფორმიდან მალევე დაშალეს, თუმცა ღრმად დაილექა იმ ადამიანების გონებაში, ვისთვისაც სუიციდი იყო მგრძნობიარე თემა. თქვენში რა ემოციები გამოიწვია ამ რეკლამამ, კომენტარებში გაგვიზიარეთ ეს ასრე. და ბოლოს კიდევ ერთ ბრენდზე გადავიდეთ, რომელმაც სტერეოტიპებით სავსე სამყაროში დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ქალების ადგილი სამზარეულოშია. როდესაც გარეთ 21 საუკუნეა, საერთაშორისო ბრენდი ქალებს 8 მარტს ამ ტექსტით ულოცავს. 2021 წელს ეს პოსტი Burger King-მა Twitter-ზე გამოაქვეყნა. მათ შოკის გამოწვევა უნდათ და მიზანს მიაღწიეს. საზოგადოება ისე გაბრაზდა, ბრენდის არც ერთ სიტყვას აღარ ისმენდნენ. გაინტერესებთ რა მოხდა სინამდვილეში. ბრენდს სურდა ეთქვა, რომ პროფესიონალურ სამზარეულოებში ქალი შებზარეულების რიცხვი ძალიან დაბალი. კომპანიამ კი ახალი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა, რომელიც ქალებს კულინარიული განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში უნდა დახმარებოდა. მიზანი მართლაც ისეთ კარგი ჩანს, თუმცა ის ერთმა წინადადებამ გადაფარა. ირონია, მაგრამ 8 მარტს, როდესაც ქალები უფრო მეტ ყურადღებასა და სასიამოვნო სარეკლამო კამპანიებს ელიან, სექსისტური მილოცვა მიიღეს. ამან კი ბრენდს უდიდესი რეპუტაციული ზიანი მოუტანა. და საბოლოოდ, რა არის ამ შეცდომების ფასი? ზოგ შემთხვევაში ეს არის მილიარდები, ხოლო ზოგ შემთხვევაში არის უფრო ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე. სიტყვებს, კონტექსტს, ვიზუალურ მასალას, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ყველა ნაბიჯს თავისი ფასი აქვს და რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო ძვირის გადახდა უწევს მას. ქართველებს გვაქვს ძალიან კაი ანდაზა, რომ 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. ამ ყველა შემთხვევაში უხდება ეს ანდაზა. ალბათ ამ ბრენდების ოფისებში რა ეს ანდაზა ამოგვებეჭდა ბანერად და დაგვედგა მოუხდეოდეთ. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოგვიწერეთ და თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ. ან უბრალოდ რაიმე დაგვიკომენტარეთ. მადლობა.